მე ვიდეოც ხაზ გაუსვამ რომ ამჯერად მე ყოველ შემთხვევაში ჩემი სახელით ვაპარაკობ და ჩემი პოზიცია პარტიის პოზიციიდან განსხვავდება და მე ცალსახად გონია რა თქვენი კითხვის მთავარი ასე ვთქვათ პათოსი რაც არის ეს მოცემულობა რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, როდესაც პარტიათა ერთი ნაწილი არის ბოიკოტის რეჟიმში გადასული კატეგორიულად ბოიკოტში, მეორე ნაწილი არის კატეგორიულად არჩევნებში გადასული. რეალურად ეს არის საუკეთესო, რაც კი შეიძლება რეჟიმისთვის ჩვენ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი დავაბრიოთ ოპოზიციური ამორჩეველი, არც ბოიკოტი გაიგოს და ვერც არჩევნების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა და მეორესვე დავაბრუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ვერ გაიგონ რომელ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ და რომელ პოლიტიკურ პროცესში შეძლონ დახმარება ჩვენი, ანუ ასე ვთქვათ, ოპოზიციური ელექტორატის და ოპოზიციური საპროტესტო განწყობილი საზოგადოების. ამიტომაც ეს დღეს რაც ხდება არის ყველაზე ცუდი ვერსია, რაც შეიძლება მოხდეს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ერთადერთი და საუკეთესო ამ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, მე უფრო ვიხრებოდი და ამას არ ვლმალავდი, რომ უფრო მგონია, რომ პოლიტიკური პროცესი შესაძლებელი იყო დაბრუნებული იყო არჩევნების გზით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა კონსოლიდირებული პროცესი, სადაც იქნებოდა პოლიტიკური ძალები ყველა ჩართული და ყველა იმუშავებდა, არა ერთ კოალიციაში, არამედ ყველა იმუშავებდა საარჩევნო პროცესში, ან თუნდაც ჩემთვის ნაკლებად მისაღები, მაგრამ ასევე მისაღები შეიძლება იყოს ბოიკოტი, სადაც ასევე ყველა ჩაერთვება და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პოლარიზებულია პოლიტიკური ველი, ოპოზიციური პოლიტიკური ველი, ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი დღე არის ასე პირდაპირ დაჯახება ორი პოლიტიკური მოსაზრების, არჩევალ იმაში, რომელი უფრო მართალია, რომელი უფრო მწვანე, ან ფაქტია, რომ ჩვენ ვაკვირდებით ახლა როგორ ეჯახება პოლიტიკური ხაზი ერთმანეთს და დამერწმუნეთ ამაზე უკეთეს ჩვენ ოცნებისთვის ვერაფერს ვერ გავაკეთებ ივანიშვილის, რომელსაც ეს პრინციპში დაგეგმა შექმნა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ ჩვენი ესე ვთქვათ, ამ გზით წავსულიყავით ურთიერთდაპირისპირების, რომელიც კიდევ ერთხელ არაფერს არ მოიტანს, არც სამწუხაროდ ვერც ბოიკოტი შედგება ესე ეფექტური, ვერც არჩევნებში გაიმარჯვებენ ხედავთ თუ არა ამ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რაიმე პერსპექტივას რომ ოპოზიციები დაახლოვდეს. როცა ემოციები ჩაცხრება, ბუნებრივია ემოცია პირველი ჭარბობს ხოლმე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცა პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს. უბრალოდ მე სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ხნით ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ქართულმა ოცნებამ რეჟიმმა გაიправოს. სამწუხაროდ ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, გაიправოს მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მას რეჟიმს არავინ არ დაარქმევს დემოკრატიულ რეჟიმს, ეს აღარ იქნება, არც ინტერესი აქვს მართალი გითხრა, მათ და არც ევროკავშირში ინტეგრაციის ამოცანები უდგათ მათ. ერთადერთი მათ რაც აინტერესებს არის, რომ გარკვეული კიდევ ერთხელ ტრანზაქციული ურთიერთობები ჰქონდეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან. რეალურად არ მოხდეს მათი, ესე ვთქვათ, ინდივიდუალური დასანქცირება და რასთავარი აჩვენონ, რომ გარკვეულ, ესე ვთქვათ, ოპოზიციური ალტერნატივა ამ ქვეყანაში იმდენად მოშლილია, რომ რეალურად, დასავლეთი ევროპა უნდა შეეგუოს იმას, რომ ეს რეჟიმი არადემოკრატიული სახელმწიფო იქნება და მასთან უნდა ჰქონდეს გარკვეული საქმიანი ურთიერთობა, არა სტრატეგიული, არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი ურთიერთობები და ესეთი ფაქტები არაერთი გვინახია, ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირი მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ესე ვთქვათ, შიდა პროცესები ამის საშუალებას არ აძლევს რაღაცა სხვა პროცესს, სხვა დემოკრატიულ ძალებს დაუჭერენ მხარი, თანამშრომლობს ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან, როგორც ბოლო დრომდე მაგალითად ბელორუსთანაც კი თანამშრომლობდნენ, იმიტომ რომ შიდა პროცესები ამას განაპირობებდა. ამიტომაც თუ ჩვენ ამ ეტაპზე ყველა ოპოზიციურმა ძალამ, თუ ყველა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ინდივიდმა არ დავინახეთ, რომ ერთობაში არა, ერთობაც კიდე შეიძლება ცოტათი საშიში სიტყვა აი ამ პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია თუ არ ჩამოყალიბდა და ერთი კონკრეტული ფრონტის ხაზი არ გაივლო, ამ შემთხვევაში ჩვენ წაგებული ვარ და გუშინ სოციალურ მედიაში ეს პოსტი დავწერე და იქ ესეთი რაღაც ანალოგია გავაკეთე. ჩვენ რომელიმე 4 გამარჯვებული ბლოკიდან, 2 რომელიმე შესულიყო პარლამენტში და 2-ს გამოიცხადებინა ბოიკოტი. ხო, მარც ბოიკოტი გამოვიდოდა და არც ოპოზიცია იქნებოდა პარლამენტში ძლიერი. ხო, რეალურად ჩვენ რაც გვაქვს დღეს მონოპოლარი, ამასაც ვერ მივიღებდით. ამიტომ ზუსტად ამ არჩევანის წინაშე ვარ. ან სულ ყველა პოლიტიკური ძალა იღებს ერთ გადაწყვეტილებას, ბოიკოტი იქნება ეს თუ არჩევნები, ან ყველა ამტოვებთ ველს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის საძიძგნა და სამწუხაროდ რაღაცა ამის პირი უჩანს დღევანდელი განცხადება ამას აჩვენებს. ახლა ამ შემთხვევაში მე იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ეს ჩემი პოზიცია განსხვავებულია ჩემი პარტიის პოზიციისგან და მე კიდევ ერთხელ შიგნითაც და გარეთაც ადვოკატირებ ამ პროცესს, რომ იქნება და პოზიციები დაახლოვდეს. კი ბატონო, ვიდრე დროა დარჩენილი, შეიძლება ლელომაც ეს გამოიყენოს დრო იმისთვის, რომ მაქსიმალურად სადოს იქნებ მოწინააღმდეგეების დათანხმება. თქვენ ამბობთ, რომ საერთო მონაწილეობის მომხრე ხართ, ხომ? ანუ თუ ყველა პარტია ჩაერთვება ადგილობრივ არჩევნებში.
კი, იცი, რაც უფრო დრო გადის, სამწუხაროდ მე უფრო ნაკლებ შანსს ხედავ არჩევნების გზით ამ პროცესში პოზიციების დაახლოების. იმიტომ რაც უფრო ახლოს ვართ არჩევნების დღესთან, მით უფრო რთულია ამ პროცესის, თქვა, წარმართვა. ეს ესეა, სამწუხარო რეალობა. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ, ჩემთვის არა აქვს დიდი პრინციპული მნიშვნელობა, ორივე პოლიტიკურ აქტს, როგორც ბოიკოტს, ისე არჩევნების მონაწილეობას განვიხილავ როგორც შესაძლებლობას და ასევე რომელსაც თავისი რისკები ახლავს, მაგრამ რეალურად საჭირო არის ორივე შემთხვევაში მთავარი რისკი არის გახლეჩილობა. თუ არ იქნება სრული კონსოლიდაცია ან ბოიკოტის შემთხვევაში, ან არჩევნების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ოპოზიციური საზოგადოება წააგებს ამ პოლიტიკურ ეტაპს. მე ვნახოთ კიდე სხვა რა შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ამ ეტაპს აუცილებლად წავაგებ, თუ იქნება პოლიტიკური გახლეჩა, დაპირისპირება და ოპოზიციური პარტიების პოლარიზაცია. დღეს ამას უყურებ. მთელი დღის განმავლობაში, დღესაც და კიდე რამდენიმე დღე მანამდე, მთელი ენერგია, მთელი ასე ვთქვათ, ნიაღვარი მოედინება ერთმანეთის მიმართ და არა კი ბატონო, ალბათ საუკეთესო სცენარია, რაც წარმოედგინა ქართულ ოცნებას დღეს. მაგრამ მე მაშინ როდესაც რეჟიმი დღეს ძალიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციულ ეტაპზე არის. ის გარდაიქმნება ადრეული ბალანსის პრინციპებზე აწყობილი რეჟიმიდან ეხლა უკვე იერარქიულ სისტემაზე გადადის. ამას ჩვენ ხედავთ, ძალიან ბევრი ჭორი და მართალი ვიცით, მაგრამ ფაქტობრივადაც შეგვიძლია დავინახოთ, რომ ახალი იერარქია ყალიბდება. აი ამ ტრანსფორმაციულ პერიოდში რეჟიმები არიან ყოველთვის ყველაზე მოწყვლადები და ჩვენ ამ დროს აღმოჩნდით, რომ ყველაზე უფრო სუსტები და ყველაზე ნაკლებად კოორდინირებულები ვართ. ამიტომ კოორდინაცია საქმიანობაში, კოორდინაცია ერთი სტრატეგიული მიმართულებით ძალიან დაეხმარება საზოგადოებას, რომელიც ზოგი ქუჩაშია და ზოგი დაღლილია და ქუჩაში აღარ არის, მაგრამ განწყობები აქვს და დაეხმარება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ თავიანთი სტრატეგიები აწყონ იმ ხაზზე, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ უკვე პოლიტიკური კოორდინირებული სქემით. ამიტომაც კიდევ ერთხელ ერთიანი პოზიცია, ერთიანი სტრატეგიული ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა. რომელი იქნება, ეს ჩემთვის უკვე მეორე ხარისხოვანია. იქნება ეს ბოიკოტი თუ იქნება ეს არჩევნები. თქვენი აზრით რა მიზანი ჰქონდა გუშინ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას თან ულტიმატუმს არჩევნების ჩართვის და მოთხოვნის შემთხვევაში შეწყალების შესახებ. სხვადასხვა მოსაზრება მოვისმენდი თქვენსას. ჩემი მოსაზრება იყო ესეც გუშინ სოციალურ მედიაში გავახმოვანე, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ამ შემთხვევაში, რომ ისინი კი არ ატარებენ პოლიტიკურ რეპრესიებს, არამედ ისინი მზად არიან, რომ პოლიტიკური სპექტრი გაანთავისუფლონ და ყველა დავისით შევიდა ციხეში. ანუ პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ რეპრესიებზე უნდა აკიდოს ისევ პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს არის და ეს. მე არ მგონია, რომ რაღაცა გათვლები ქონოდა, ან ამით ესე ვთქვათ, დაებულინგებინა ბოიკოტის მომხრეები, ან დაებულინგებინა არჩევნების მომხრეები. ეს ისედაც უკვე პრინციპში შექმნილია. ორივე მხარე ციხეში ყავს, ორივე მხარე ასე ვთქვათ, მოწყდეული ყავს თავის ხელში და პრაქტიკულად ცდილობს, რომ ეს ამათ შორის ეს რაღაცა ბალანსი, ასე ვთქვათ, დაიცვას რა. ორივე ყავდეს, ასე ვთქვათ, მსხვერპლად აღმოჩენილი, მაგრამ თავარი საერთაშორისო ასპარეზზე და არაერთხელ ითქვა, რომ მათ მართლაც ჭირდებათ რეალურად გარკვეული ლეგიტიმაცია, მცირე ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციისთვის ისინი მზად არიან, რომ აი ესეთი манипуляციები შემოაქვთ. რა თქმა უნდა, მაგას ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ მოაწერდა ამ განცხადებას და ამ შეწყალების ასე ვთქვათ პეტიციას ხელს, მაგრამ რეალურად მაინც თქვეს, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენონ, რომ ჩვენ მზად ვართ გავანთავისუფლოთ, სინამდვილეში არ არიან, იმიტომ რომ სულ არ ჭირდება პეტიცია, ისე შეუძლიათ განთავისუფლონ ხვალვე. დისკრეცია შეუძლია გამოიყენოს პროკურორმა და ასე ვთქვათ შეწყვიტოს საქმე, განრიდება მოახდინოს, შეუძლია იგივე ყაველაშვილმა თავისი აქტით გამოსცეს ესეთი ისე რომ არც განცხადება მოითხოვოს და არც გარკვეული პირობები დათქვას. თავისით შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს. მათ რო რეალურად ვინმეს განთავისუფლება უნდათ, აუცილებლად ამას გააკეთებენ და სულ არ ჭირდებათ არავინ. რეალურად ეს იყო манипуляცია და რეალური გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ თუ ახლა განხეთქილება გვექნება და ჩვენ თუ ამას ყოველთვის ჩავთვლით, რომ აი ჩემ წინააღმდეგ არის გამოყენებული, ეს არის ჩემთვის და ჩემი შესაშინებლად, ჩემს დასაშანტაჟებლად, რეალურად გამოდის რომ ჩვენ ვეგებით იმას პროვოკაციებზე, საუბრობთ იმაზე, რასაც ისინი ცდილობენ რომ გვასაუბრონ და საბოლოო ჯამში ისინი ცდილობენ რომ პრინციპში გარკვეულწილად ახერხებენ ხოლმე რომ თავისი საქმე გააკეთოს. ანუ რეალურად მათ სურდათ თუნდაც პარტნიორებისთვის იმის თქმა, რომ აი ვიწყალებ ვაძლევ საშუალებას არჩევნებში ჩაერთონ და შესაბამისად თუ კი მათ აინტერესებთ და არა პოლიტიკური რეპრესია ხომ არა მგონია ეს არჩევნებში ჩართვა არ ჩართვა მათთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რამდენადაც ზოგადი გარკვეული აღქმა მათ შესახებ, რომ ისინი არ არიან რეპრესიებს არ ატარებენ. ანუ ეს უნდათ რომ გარდატეხონ, რომ შესაძლოა ბრიტანული სანქციები, შესაძლოა ევროკავშირის სანქციები არ იქნეს გამოყენებული მათ წინააღმდეგ. ამიტომაც მათ ჭირდებათ, რომ თქვა და არგუმენტი ჭირდებათ, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პარტიის ლიდერები თავისი ფეხით მიდიან ციხეში. აი ეს არაერთხელ თქვეს. უბრალოდ ამ არაერთხელ ნათქვამის უკვე დამატებითი არგუმენტაცია უნდათ რომ შექმნან იმითი, რომ თითქოს
ბარბალაშვილმა შეთავაზა შეწყალება, იმათმა უარი თქვა, შესაბამისად ისინი თვითონ რჩებიან ციხეში და არა იმიტომ რომ ხელისუფლებას ესე უნდა, არამედ თვითონ გადაწყვეტეს. ანუ პასუხისგებლობა უნდა გადააბარონ ისო ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, რომელიც არიან ციხეში. და აი ეს არის. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სხვაგან არის და რასთავარია თავიანთ ამორჩევაზე უნდათ, რომ თქვან რომ რა ვქონათ ეს ხალხი თვითონ მიდის თავის ციხეში, ჩვენ კი არა ვართ ცუდები, ჩვენ კი არა ვართ დიქტატორები და მათ ამორჩეულში ჯერ კიდე ალბათ სამწუხაროდ არ კი არსებობენ ამორჩეულები, რომელიც არა ჯერ კიდე ნაივარ მეამიტურად ჯერათ რომ ეს პარტია ჯერ კიდე რადიკალურ დემოკრატიულ რაღაცა პრინციპებს ემსახურება. ნუ მესმის რომ აბსურდია, მაგრამ როგორც ჩანს არის ესეთი შემადგენლობა, კვლევებიც ამას აჩვენებს, რომ ესეთი მოსაზრებები არის ქართული ოცნების ამორჩეულებს და ანუ მათთან არის კომუნიკაცია. ჩვენ აღარ გვესაუბრებიან. მას შემდეგ რაც გამყარდა ეს პოზიცია, რომ ორი პარტია არჩევნებში მიდის და ორი ბლოკი და რამდენიმე პარტია მიდის უკვე ბოიკოტში, აი მათთვის საუკეთესო შედეგია და ამ შედეგს ძალიან ეცდებიან გამოიყენონ და მოლომდე მიიყვანონ 4 ოქტომბრამდე მიიყვანონ ესა და 5 ოქტომბერს საბოლოოდ იზეიმონ გამარჯვება მეტნაკლებად. მე არ მგონია რომ ორმა პარტიამ როგორ შეიძლება ესეთ მოცემულობაში რეალურად ვინმეს რამე წაგლიჯოს, იმიტომ რომ გამორიცხულია 4 პარტიას გაუჭირდა გაყალბების შემთხვევაში თბილისის მოგება, თუმცა მაინც მოვიგეთ გაყალბებულ არჩევნების პირობებში, მაგრამ ორი ამას ნამდვილად ვერ გააკეთეს და 5 ოქტომბერს შეიძლება ჩვენ აი ესე თუ გაგრძელდა დავინახოთ ქართული ოცნების დროშებით მოსიარულე თქვენ ამბობთ რომ არ ემთხვევა თქვენი პოზიცია, თქვენი პარტიის პოზიციას, ბევრი თანამოაზრე გყავთ აი ამ მიმართულებით პარტიაში? არ ვიცი, მე არ ვთვლი თანამოაზრეებს და ამ შემთხვევაში მე პოზიციონირებ როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც ესე ხედავს ამ პროცესს და ხედავ სამწუხაროდ აი ამ გაგრძელებას, რომელიც შეიძლება ამას ყველაფერს მოუყვეს და მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი განგაშის ზარე, თუნდაც სოციმედიაში იქნება თუ ტელევიზიის მეშვეობით გამოვხატო, ვაჩვენო და დავანახო და დანარჩენი უკვე პოლიტიკური პარტიების ლიდერებზეა, იმ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, რომელიც ამ პარტიებს მართავენ, მე არა ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერშიპში და არა ვარ პოლიტიკურ საბჭოს წევრი, შესაბამისად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მე არ მაქვს წვლილმა, მაგრამ რეალურად ჩემი პოზიცია ეს არის და ორმალა ვარ შიგნით, არც გარეთ და ვინ იქნება ამ პოზიციის ხარდამჭერი, ალბათ რო გვანახებს, არ ვიცი. მადლობა.